თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. რამდენიმე ათეული მილიონი საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამდენივე მილიონი ეკლესიას, ახლა 1-20 მილიონი მეფეს. აღარ შეგვიძლია, კაცო, გავწყდებით წელში ეს ლიკლიკაძეები და საერთოდ ქართველი გლეხობა. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. სვეტი ცხოველში უფლისწული გიორგი ბაგრატიონის ნათლობის რიტუალის შემდეგ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ ის დღეს ამაყია, რადგან ფიქრობს, რომ საფუძველი ჩაეყარა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას. მე დღეს ძალიან ამაყი ვარ და ჩემთვის დიდი პატივია ვიყო უფლისწულის გიორგის ნათლია. დიდი და მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დღეს საფუძველი ჩაეყარა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას საქართველოში, თქვა ლევან ვასაძემ. ძალიან მრცხვენია, რომ აბსოლუტური გაუგებრობა ვასაძის იდეას, ასე რომ ავიტაცებთ ერიც და ბერიც. ჯერ ერთი დავიწყოთ იქედან, რომ თუ უფლისწული მონათლეთ, მეფეს სათქავთ, ბატონო ლევან. როგორც ჩანს, წინასწარ გვაჩვევთ, რა ჩაეყარა საფუძველი ამას ქართული სახელმწიფო გადაწყვეტ სხვადასხვა და არა თქვენ, ან რომელიმე ბიზნესმენი, მსახიობი, მოცეკვავი, ან თუნდაც ეკლესიის წარმომადგენელი. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა პატრიარქის მიმართ, მისი განცხადება უფრო გავს საყრდენის ძიებას ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფ პირებთან, ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო 22 წელიწადში მრავალჯერ შეიცვალა პოლიტიკური ამინდი. საპატრიარქომ ვერ მონახა გრძელვადიანი დასაყრდნობით ძალა, რომელიც იქნება ქვეყნის მმართველობაში. ამიტომ სურს შექმნას მონარქიული მმართველობა და იყოს ხელშეუხებელი სამეფო ოჯახთან ერთად. ამის საფუძვეს იძლევა ის, რომ სამღვდელოების ავტორიტეტი ეცემა მათი მდიდრული ცხოვრების ხარჯზე და კიდევ მრავალი მიზეზების გამო. ჩემი აზრით, ქართველი ხალხის პრობლემა ის არის, რომ სადაც არ გვესაქმება, იქ ყოფთ ცხვირს. ამ ბიზნესმენის არ იყოს, ბატონო ჩემო, აკეთეთ ბიზნესი. მსახიობებმა ითამაშეთ თეატრში, მოცეკვავებმა იცეკვეთ. თუ მაინდა მაინც მეფე გინდათ და ამას ამბობთ, რომ უფლისწული გიორგიან მამამისი დავითი გადაგვარჩენს, ჯერ გადაგვარჩინოს, გენაცვალეთ და მერე დავადგათ გვირგვინი. არაა საჭირო ქვეყნის გადარჩენისას თავზე გვირგვინი გედგას კაცს. აღმაშენებელმაც ასე არქნა, როდესაც გვირგვინს ადგამდნენ ქუთაისში. ჯერ თბილის გავათავისუფლებ და გვირგვინს მერე დავითგამო. ვაიმე ვისვადარებ, ღმერთო ნუ მიწყენ ამ ხალხს, მაგრამ თვითონ ხომ არიან მათი შთამომავალი. ნუ არიან თუ არა ჯერ მაგი ღმერთმა იცის. საქართველოში არ არსებულა არც კონსტიტუციური მონარქია და არც აბსოლუტური. შუა საუკუნეებმა აბსოლუტური მონარქია არ იცის. აბსოლუტური მონარქია პროტესტანტიზმმა მოიტანა, როცა მეფეთა ღვთაებრივი უფლებების თეორია ჩამოყალიბდა. პეტრე პირველმა ცარისტული ავტოკრატია დასავლური ჰოლანდიური გავლენით შემოიტანა. პროტესტანტული გავლენის გამო გაუქმა საპატრიარქო ინსტიტუტიც. რუსეთის ცარისტული იმპერია სულაც არ იყო ბიზანტიურის გაგრძელება, როგორც რუსებს აქვთ ამის პრეტენზია. რუსული პეტრესეული მონარქია ჰობსის მოდელი უფროა, ვიდრე ბიზანტიური, ასე რომ საქართველოში უცხოა როგორც კონსტიტუციური, ასევე აბსოლუტური მონარქია. ჯეჯალავა წარმოვიდგინე მეფის კარზე თავისი ზღაპრებით. ყველაზე მეტად მომწონს არგუმენტი, რომ მონარქია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს. აფხაზებს ვეღარ აკავებენ ენგურთან თურმე, იგიჟებენ თავს მეფეს უნდა ვემთხვიოთო. ოსები მოვარდნილან კიდევ დავით სოსლანის სახელის კანდირებით და მავთუხლათებს იღებენ. მეფე არა ქეთათო. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.